დადიან ოჯახ-ოჯახ, კარგად დადიან და აშინებენ, რომ განთავისუფლოთ სამსახურიდან მოგიხსნით დახმარებას, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. ჩემი ფასანაურები მეგობრები, რომლებიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობენ დიდი ხანია, მითხრეს, რომ ისინი განთავისუფლეს. ჩემი ერთადერთი იარაღი იქნება ის, ყველა ოჯახში შევალ, მე ამ რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ისინიც ვცნობენ, ყველა ოჯახში შევალ და უბრალოდ ერთი რამე ექნება სათქმელი, თუ მოწონთ ეს შიში და ამ შიში ცხოვრება და უგირსად სიცოცხლე, არამუშაობა, არაფერი, მიცემ ხმა იმას, მე არაფერი საომარი არ ვარ. არავის არ გავლამძღავ, არავის არ უბრალოდ მე მეთქვი იმას, იგივე იმ პროგრამას, კარგად დაწყობილად, ლამაზად ჩამოყალიბებულს, გავაცნობთ იმას, რისი გაკეთება გვინდა. მე ერთი რამე შემიძლია ახლა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ერთი ყველა ხელისუფლებას, ვინც აქამდე იყო, დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით, არავის არ ახსოვს მთა. სულ ლაპარაკობს თის კანონზე, მთა დაიცალა, მიგრაცია, ასია, ისეა. მე შემიძლია რომ ეს პირობა მივცე თის მოსახლეობას და ამ მოსახლეობას პირობა მივცე, რომ თუ მოვალ ჩვენ ხელისუფლებაში, მე ესენი არ დამოვიწყებ.